მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. დღეს მეცნიერთა კონგრესის წევრები წავდგებით თქვენს წინაშე და ვისაუბრებთ დღევანდელ არსებულ პრობლემებზე და გამოსავალზე, იმიტომ რომ დიდი ხანი უკვე ჩვენ ვაანალიზებთ, რა ხდება, თითქმის დიაგნოზიც გვაქვს დასმული, ასე რომ არის უკვე მოქმედების დრო. და შესაბამისად ამ მოქმედების შედეგად დაინახოს საზოგადოებამ, რომ რაღაცა პროცესები დაიწყო და წინ მიდის. დღეს ჩემი სტუმრები არიან ბატონი თემურ გოგოხიძე, კოალიცია ჩვენ გზას ვირჩევს წარმომადგენელი, პარტია მამულის თავმჯდომარე ბატონი ვახში ჟვანია, დოქტორი, მართვის სპეციალისტი და ბატონი თემური შანშიაშვილი კოალიციის თავმჯდომარის შემოგვიერთდება და ჩვენ ვისაუბრებთ უკვე გამოსავალზე, რომ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მდგომარეობაში, როდესაც საზოგადოება არის ორად გაყოფილი, ტელევიზია ორად არის გაყოფილი, შესაბამისად ორი პოლიტიკური სუბიექტი და სხვა პოლიტიკური სუბიექტები გაკრეფილია და კრიზისი, რომელიც არა უკვე პოლიტიკური კრიზისად იქცა, ის უკვე გასცილდა საქართველოს მასშტაბებს და ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღიარა სასონხეთმა, იქ ევროპის ზოგიერთი ქვეყნები და თითქმის ასე ვთქვათ, სამყარო ორად გაიყო რა, მსოფლიოში ნაწილი იძახის, რომ ვაღიარებ, ნაწილი იძახის, რომ არ ვაღიარებ. აქ როგორც ხედავთ, ეს გასცდა უკვე ორი პოლიტიკურ სუბიექტის დაჯახებას კრიზისის და საკმაოდ მსოფლიო დონის პოლიტიკურ თამაში ჩავერთვეთ ჩვენ. და არა მარტო ეს ჩავერთვეთ, ეს როგორც ხედავთ, იქ სოციალური კრიზისია უკვე, ხო, ოჯახებში შევიდა, საზოგადოებებში დაიწყო, საჯარო სამსახურებში დაიწყო უკვე დაპირისპირება და მხარეების დაჭერა, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ მეცნიერს არ აქვს უფლება, რომ დაიჭიროს, კი, შეუძლია დაიჭიროს, მაგრამ მეცნიერი უნდა იყოს ამ პროცესებში დამკვირვებელი, რომ სწორად შეაფასოს რა ხდება. იმიტომ რომ თუ მხარეს დაიჭერს, მხარის მხრიდან რეალობის დადგენა შეუძლებელია. ხო, ახლა შეუძლებელია ვთქვათ, რომ ერთი არის ტყუანი და მეორე არის მარტივი. ხო, იმიტომ რომ ორად არის გაყოფილი საზოგადოება, ორივეს აქვს თავისი სიმართლე, თუმცა არსებობს ჩვენ ვიცით კიდე ისტორიული სიმართლე, ხო? კომუნისტები ყველას ეგონა, რომ რაღაც დონეზე სიმართლე იყო, სიმართლის ხარჯზე იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა ისტორიაში სულ სხვა მხარეს. ახლა ამას ისტორია შეაფასეს, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია მეცნიერებს, ეს არის შევაფასოთ აღნიშნული მდგომარეობა, შესაბამისი ინსტრუმენტებით, არსებობთ ამის ინსტრუმენტები, რომელთაც შესაძლებელია სიტუაციის შეფასება და შესაბამისად განსაზღვრა თუ რასთან გვაქვს და ამის შემდგომ კრიზისის მართვა. როგორც ხედავთ, მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ კოჰაბიტაციამ, ორპოლისიანმა მართვამ კრიზისში შეიყვანა ქართული სახელმწიფო, კრიზისში შეიყვანა საზოგადოება, ეს განპირობებული იყო მიზანმიმართულად პოლიტიკური გავლენებით, მედიის ცალმხრივად მუშაობით, როდესაც არ აშუქებდნენ ალტერნატიულ აზრს. განპირობებული იყით, რომ არსებობდა ინსტიტუტები, მაგალითად სამი ინსტიტუტი ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ იყო, სკოლები და ასე შემდეგ და ანუ სამეცნიერო ინსტიტუტებიც კი პოლიტიზირებული იყო. აღარ ვიძახი იმას, რომ საზღვარგარეთ ყავთ თავისი ლობისტები და იქიდან ხდება დიდი ფულის გადახდა, იმიტომ რომ შესაბამისად ევროპიდან აჩვერო, იქიდან მხარს უჭერენ, ხო? ამდენად აი ამ პროცესებმა და მთავარი რაც არის სამეცნიერო ინსტიტუტების დაშლამ, რომელიც 2010 წელს მიზანმიმართულად დაიწყო, რომ მათ არ მოეხდინათ საზოგადოების ფორმირება და ასეთ პროცესებში ავტორიტეტები ყოფილიყვნენ, ეს სამეცნიერო ინსტიტუტები მენტალური ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, აი წარმოვიდგინეთ მთელი ინსტიტუტები, რომელსაც შეეძლოთ დასკვნა დაედო, წინასწარ პრევენცია გაეკეთებინათ, ეს ინსტიტუტები 2010 წელში განადგურდა და 3 წლის განმავლობაში სასამართლოს პროცესებში
ამ ოცნების მთავრობამ მისცა საშუალება, რომ ის კადრი, რომელმაც იჩივლეს უკან დაბრუნებაზე, გაემტყუნებინა. პრინციპში გაამართლეს, მაგრამ 3 წელი ისე გაწევეს პროცესები, რომ ფაქტიურად ეს ხალხი ინსტიტუტში არ შევიდა. ასე რომ დავჭით სამეცნიერო ინსტიტუტების გარეშე და აქ უკვე პოლიტიკური პარტიები, როგორც ხედავთ, მათ აიღეს ხალხის აზროვნების და საზოგადოების აზროვნების ფორმირება. და ხედავთ, რომ როგორც ხდება, ხო, ერთ გადართავ აბსოლუტურად სხვა რამეს ეუნებიან საზოგადოებას, მეორე მხარეს სხვა რამეს და გამოსავალი არ არის, ხო? და თავარი რაც არის, რომ გამოჩნდა აბსოლუტურად სხვა ძალა, ახალგაზრდები გამოჩნდნენ, საზოგადოება გამოჩნდა, რომელსაც უკვე აღარ აინტერესებთ არც ერთი და არც მეორე მხარეს. ღიად იძახია, რომ ეს კოჰაბიტაცია და ეს ნაცფოცური უნდა დამთავრდეს, ხო? იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს ადამიანები ამ საზოგადოებამ, ამ პოლიტიკურმა ელიტამ შეიყვანა კრიზისი, ისეთ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი თითქმის არ არის. ორივე საუბრობს უკვე რომ იარაღზე და ჩეხოვის არ იყოს თუ იარაღი სადღაც არის სცენარში, ის აუცილებლად გავარდა. ამიტომ აი ასეთ კრიზისურ მდგომარეობაში, როდესაც ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, ხო, აი მაგალითად აი სირია ჩვენ ვნახეთ, როგორ შეთანხმდნენ და ირანი როგორ გაიყვანეს თამაში და როგორ იქ თურქეთმა, ამერიკამ, ისრაელმა და რუსეთს ბაზები დაუტოვეს, როგორ ითამაშეს სირიის გადანაწილებაზე, ხო, იქ სხვა პროცესები მიდის. ამდენად ძალიან საშიში პროცესებია და ღმერთმა არქნას, რომ ეს იარაღი ამოქმედეს, აქ სერიოზული პოლიტიკური ძალები ჩაერთვებიან. ამ ორივე მხარეს ყავს თავისი მხარდამჭერი, თავისი ფინანსური რესურსი და ყველა იცდება თავისი პოზიცია გაიტანოს, ხო? ამდენად როგორც ხედავთ, ასე დროს ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ პატარა ქვეყნებისთვის როდესაც შიგ რამოდენიმე სუბიექტია და ამ სუბიექტს გარე ძალედან ყავს პოლიტიკური მხარდაჭერი, ეს ქვეყანა ეხება ცეცხლში. ამდენად საზოგადოების განწყობა უნდა იყოს, რომ როგორმე დავიწყოთ ამ კრიზისის მართვა და შესაძლებელია ეს კრიზისი ვაქციოთ დიდ პოლიტიკურ კაპიტალად, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენებს იქონიებს ჩვენს გარშემო არსებულ აზიისა და ევროპულ მენტალობაზე, მათ პოლიტიკურ სტრუქტურებზე, ხო? ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ამოჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვართ ორი პოლიტიკური, ორი მსოფლმხედველობითი, აზიური და ასე ვთქვათ, ევროპული მენტალობის ქვეყნების გარემოცვაში და აქედან რო შევადარო თითქმის თანაბარია მათი ძალები, ხო? ერთი ცდილობს, რომ თავისი პოლიტიკური სტრუქტურა მოახვიოს სხვა ქვეყნებს, რომელიც ბუფერული შუალედურ ქვეყნებია და მეორე ცდილობს თავის გავლენა იქონეს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ერთი მხარის თამაში უკვე დამღუპელი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში. და შესაძლებელია, რომ შევიმუშაოთ რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებული, ორიგინალი, როგორც ისტორიაში ყოველთვის გავუკეთებია. თავარი არის ის, რომ ჩვენ არა გარე პოლიტიკურ ძალების ინტერესებზე ვიყოთ ორიენტირებული, არამედ სახელმწიფოს ინტერესებზე, ხო? აი ეს არის თავარი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატიის მაღალი ხარისხი, თუ ვის რაში უნდა ისეთი ქვეყანა საწაყველო მონა იქნება, ხო? ყველა არც იქ პირველი პირიც არ იქნება თავისუფალი და ვის რაში უნდა ისეთი თავისუფლება, თუ სახელმწიფო არ გვექნება და ნებისმიერ გარე ასეთ პატარა ორგანიზაციებს არასამთავრობოებს შეიძლება აქ პარადები მოგიწყონ, გადატრიალება მოგიწყონ და მუდმივად ქაოსში, ხო? ჩვენი კაპიტალი არის ის, რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს დიდი გზა, მოგზაურობთ ბატონი თემური შემოგვეცა, მოგესალმებით ბატონი თემური. ჩვენ გვეკუთვნის აზია ევროპის უნიკალური ერთადერთი გზა, რომელიც არის არა მარტო ეკონომიური გზა და ის პოლიტიკური კავშირებით ამყარებს. ეს არის ძალიან სერიოზული გზა, რომელიც ჩვენ შევიძლია გამოგვიყენოთ როგორც მეცნიერთა სოფლიო მეცნიერთა გამაერთიანებლად, იმიტომ რომ ვიცით, რომ განსხვავებული ხედვები აქვთ აზიურ, თქვათ,
ფსიქოლოგებს, ფილოსოფებს, სხვა მენტალობის თემებია ევროპაში და ამიტომ არასდროს არ მომხდარა მათი გაერთიანება. კულტურული კავშირები, ანუ ამ მხრივ ძალიან დიდი კაპიტალი გვაქვს და ესეთ დროს, როდესაც უკვე ქვეყანა ესეთ მდგომარეობაში გადადის, ესეთ კრიზისში, ხო აქ თითქმის გამოსავალი არ ჩანს და ეს ყველაფერი დიდი სიკეთეები, რომელიც ამ გზას შეიძლება მოყვეს, ხო? დამთავრდეს ძალიან ცუდი გამოსავლით, სადაც ვერც მართველი პარტია იმართლებს თავს და ვერც ოპოზიციას, რადგან მათ გაკრიფეს სხვა პოლიტიკური ძალა. ჩვენ კარგად ვიცით რამდენიმე პოლიტიკური ძალას, არის ბატონ თემურის თქვენ პოლიტიკურ პარტიას არ მისცეს კოალიციას რეგისტრაციის, კიდევ 4-5 პარტია არ დაარეგისტრირეს და მათი მოქმედება რაც იყო, რომ არ დაუთმეს ტელეეთერი არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტებს გარდა 41-ის და პლუს კიდე 4 როგორც არის, ხო? ეს არის პირდაპირ რეკლამა, კარგად ნამუშევარი, რომ ან აირჩიე 41 თუ კიდე მშვიდობა და თუ მე არ მირჩევ, აი ეს 4 აირჩი, ხო? კი ამის სამართლებს რომ 4+4 ხო, ფაქტიურად აი და ეს გაიყვანა, ანუ ძალიან კარგად იმუშავა, დიდი კაპიტალი ჩადეს, დიდი მედია ამიმართულებით ამუშავებს და მიიღეს ის ზუსტად ისევე ორპოლუსიანი, ხო, ეხლა რაც შეეხება ევროპა, ერთხელ ევროპამ უკვე ჩაერია, როდესაც ნიკა მელია დაიჭირეს და მაშინ შარლ მიშელი ჩაერია და 40,000 ლარი გამოიყვანა და დაუდო შეთანხმების მოლაპარაკების სია და სად უნდა შეთანხმებაზე ის პუნქტები არც ერთი არ შეასრულეს. ხო, ამიტომ ევროპა აღარ ჩაერევა, ეს ძალიან კარგად თქვა ბატონმა ემანუელ მაკრონმა, რომ თქვენ მოუარეთ თქვენ ბედს და ინკლუზიური პოლიტიკა გამოიყენეთ. სხვათა შორის ეს ინკლუზიური პოლიტიკა უკვე სირიაში აიტაცეს, შედგა ახლა შეკვეტრა ინკლუზიური პოლიტიკით, ანუ სოფლიოში მოდის ახალი პოლიტიკური თამაშის და ამ თამაშს ჩვენ უნდა ავყვეთ. ეს არის ინკლუზიური პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ ყველა სუბიექტი კრიზისის დროს ჯდება, მართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები კარგავენ პრიორიტეტს, რადგან მათ კრიზისი შეიყვანეს ქვეყანა და ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ყველა ორგანიზაცია იწყებს თანაბრად კრიზისის მართვას. მეცნიერთა კონგრესმა გამოთვა აქტიური მოქმედება, ჩვენ ვხართ მესამე მხარე კრიზისის მართვის მხარე. კრიზისის მართვის მხარეს არ შეუძლია დადგეს ნებისმიერ პოზიციაზე, იმიტომ რომ მაშინ არ იქნება ეს სუბიექტური და სწორი და შევთავაზეთ რამოდენიმე პარტიას, მაგალითად ბატონი გიორგი ვაშაძე სიამოვნებით დათანხმდა, რომ დაჯდება თანაბარ საწყისებზე, მისი პარტია და ალბათ მისი კოალიციაც დაჯდებიან საწყისებს თანაბარ პრიორიტეტულ საწყისებში და ყველა დავიწყეთ კრიზისის მართვად. ისე რომ ეს უნდა იყოს არა მათი პირადი გამარჯვება და თქვა მათი ინტერესების დასვა, ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. ხო, ამდენად ძალიან საინტერესო პროცესია, მე მოუწოდებ საზოგადოებას ჩამოყალიბდნენ ჩვენ 4 თქვათ და აქ ჯდომი მეცნიერთა კონგრესის წევრები და ჩვენს გარდა კიდევ უამრავი ადამიანები უკვე ჩამოყალიბდით, ჩვენ ვართ მხარე კრიზისის მართვის მხარე და ოფიციალურად ჩვენ ამას დელეგირებას გავაკეთებთ, წავდგებით და ბატონ ირაკლი კობახიძეს და სხვა პარტიებს მოუწოდებთ, რომ დავჯდეთ, როგორც ბატონმა მაკრონმა შემოგთავაზა, ეს უკვე მიღებული თამაშია პოლიტიკაში და უნდა დავიწყოთ თანაბარ საწყისებზე საუბარი. ჩვენ ამის მაგალითი გამოცდილება კი არ გვაქვს, ეს ჩვენი ორგანულად ვართ, აი სუფრა ხო? აი ეს არის. ხენ და ხან არის ინკლუზია, გონიათ მარტო განათლება სსმ ბავშვებზე და თქვაც რაღაც სტატუს და უნარის შეზღუდვის პრობლემებთან დაკავშირებული ბავშვებს, დასწავლის პრობლემებთან, ხო? ეს არის რომ ყველასთან ჩადიხარ, ყველას აქვს უფლება, როგორც სუფრაზე გამოხატოს თავისი სათქმელი და შეიტანოს წვლილი ამ მართვაში, ხო? რატო არ არის ჩვენი ქვეყანა? იმიტომ რომ ჩვენ გადავიბარგეთ, უпростоრად სააკაშვილმა და შემდგომ ოცნებამ გადაიბარგა ის ძველი სახელმწიფო, სადაც ლეპოტიზმი, კორუფცია და ვიცით კარგად ეს პოლიტიკური ლიფტებით რო ხდებოდა დაკომპლექტება, ხო? შეხედეთ რა ხდება. არაფერი არ შეუძლია და მან აიღო ამის ვალდებულება რომ ამას შეცვლიდა და ხალხს მისცემდა თავისუფლებას და ნიჭიერ კადრებით დააკომპლექტებდა.
თუმცა მიდის გამტკიცება სისტემის, რომ უფრო საკუთარი კლანურისკენ მივდივართ და ეს როგორ მოხდება კლანურისკენ, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებას ვქნით, ევროპისკენ მივდივართ. მე ჩემთვის გაუგებარია რა სისტემებში ვართ, ხო? ამდენად გამოსავალი არის, არაფერი პრობლემა არ არის, თავარია კრიზისში ჩავერთვათ, უკვე ყავს სპეციალისტები, კრიზისის მართვის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრებიც ყავს, იმიტომ რომ ფსიქიატრებიც შეიძლება გამოგვაქციეს, ხო, საჭირო ერთი-ორი კარგი მშეიდერი აუცილებელია და ჩვენ დავიწყეთ პროცესების მართვას. მე მინდა რომ ბატონ თემურ იქნებ თქვენ რაღაც სიახლეები გექნებათ ამ პროცესებთან რაღაც როგორც ვიცით გასული იყავით საკმაოდ საინტერესო შეხვედრას და იქნებ გავოცნოთ თქვენი და მე გადავალთ შემდგომ. კი ბატონო, დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ განათლებული ადამიანებისადმი, მეცნიერებისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მტრულია. ქვეყანაში შიშია. დიდი მადლობა, ეს უფრო სწორი იქნება. შიშია, იმიტომ რომ მთელი 10 დღის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვერაფრით ვერ ვაღწევთ, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ვთქვათ, კინოსახლში შეხვედრა გამართულიყო. ნუ პარასკევს ხუთშაბათს გვითხრეს, რომ კი ბატონო, თანახმოვარ, სამშაბათს დაინიშნა, თანაც სამშაბათი ბარბარობაა, იცით და უცებ გუშინ გვიან საღამოს ვიღებ, რომ წინააღმდეგი არიან და ამას არ დაუშვებენ. ნუ ჩვენი პოზიცია იყო მყარი, რომ ჩვენ არ შევიცვლით იმას, დავდგებით კიბეზე, ან კიდე დავიქირავებთ ავტობუსს და ავტობუსში დავჯდებით და ავტობუსში ჩავატარებთ იმ სხდომას, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად ვართ ერთობის მომხრე და არ შეიძლება რომ ერთობის მომხრე ძალას არ აძლევდეთ სიტყვას. რომ როცა ერთმანეთის წინააღმდეგი იბრძვის ყველა არის ერთი ძალა, რომელიც ამბობს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა გვანგრევს, ერთმანეთისთვის ბრძოლა გაგვაძლიერებს და ერთმანეთისთვის ბრძოლა ქართული, მტიური და როგორც იტყვიან, საყრდენი ჩვენი მომავლის, ქვეყნის მომავლის. ესე იგი, ის რა დოკუმენტის მეცნიერთა კონგრესმა ჩამოაყალიბა, 200-მდე ადამიანს გაუგზავნე ქვეყნის გარეთ, ძალიან ბევრს ქვეყნის შიგნით. ყველა ამბობს, რომ აი რაღაც არნახულა ძლიერი პლატფორმაა. ვიღაცა შეიძლება რაღაცას არ დაეთანხმოს, მაგრამ წარმოუდგენელია და ყველა მეუბნება იმას, რომ რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი იქნება ხელისუფლებაც, ამის წინააღმდეგი იქნება ოპოზიციაც. ამის მომხრე იქნება ხალხი. ჩვენ ხელისუფლებასაც და ოპოზიციას და ყველას ვეუბნებით. ხალხო, ვინც მხარედ იქეცით და ვინც ერთმანეთს ებრძვით, ყველა ებრძვით საქართველოს. თქვენ ერთმანეთს არ ებრძვით. თქვენ ებრძვით საქართველოს. დღეს მომავლის საქართველოს ხაზი გადის ერთმანეთთან დგომაზე, ერთობით საქართველოსის ბრძოლაზე. აი ამიტომ მე ორი რამეს მოვიყონ მაგალითს და მე თქვენ ჩაერთვებით ამაში. გუშინ წავიკითხე გვიან ღამით და ამიტომ ესე იგი რაღაც დღეს უფრო ბრძოლის განწყობით ვიყავი და დიდი მადლობა კინოსახლის და კინოაკადემიის იმ ხელმძღვანელებს, რომლებაც გაიზიარეს ჩვენი ისა და ბოლოს და ბოლოს შევთანხმდით იმაზე, რომ ხვალ 7 საათზე იქნება კინოსახლში ეს ღონისძიება, ოღონ დაკითხვასავით რა იქნება, როგორ იქნება, მე ვეუბნები, რომ მე არასდროს ჩვენ არ გქონია ეს პრობლემა. რა უნდა გქონდეთ მეცნიერებს, მეცნიერები იბრძვიან ქვეყნისთვის. არის კარგი გამონათქვამი, რომელიც ამბობს იმას, რომ ვინცაც ქვეყნის მომავალი უნდა უსმენს მეცნიერებს და ვინც ფიქრობს კუჭზე, ვინც ფიქრობს კამზე, ვინც ფიქრობს რაღაც დიდებაზე, ისინი დაძლებენ პოლიტიკოსებს. ჩვენ ვამბობთ, რომ უსმინეთ მეცნიერებს, თუ გინდათ ქვეყნის მომავალი, ამაზე კარგი გამონათქვამი რა უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ გამონათქვამი კიდე ასეთი არსებობს, რომ რა განსხვავებაა პოლიტიკოსსა და მეცნიერს შორის. პოლიტიკოსი იბრძვის არჩევნებისთვის, მეცნიერი იბრძვის მომავლის ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის, მომავლისთვის იბრძვის. ამიტომ რაც უფრო მეტად არ შეუშინდებიან ტელევიზიები, რაც უფრო მეტად არ შეუშინდება ქართული საზოგადოება მეცნიერების სწორ აზრს, თუნდაც თქვენსაც არ ემთხვეოდეს, მით უფრო ძლიერად წავა ქვეყანა წინ. აი წუხელ გვიან ღამით მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რამეებს ვაქვეყნებთ, ერთ-ერთმა პიროვნებამ, აი რომელიც მუდმივად ქუჩაში იდგა დღემდე, რაღაც გადაწყვიტა, რომ მუდმივად ოპოზიციაში იყო, მაგრამ დარაც EDP-ს არ მომადგენელი არ ვაკონკრეტები ხლა გვარს, გამოაქვეყნა, რომ
აი ისო თავდასხმა ჟურნალისტებზე რომელიც ხდებაო ეს არისო თვითონ ჟურნალისტების დაგეგმილიო და ამ ტელევიზიების დაგეგმილიო ნუ ცუდად გავხდი რომ წავიკითხე მაგრამ იმან კი არ გამხადა ცუდად რომ ეს დაწერა ვიღაცამ ვფიქრობდი რომ რა კომენტარები იქნებოდა 99% ეთანხმება 800-ია ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა უმძიმესი მე ისეთი გვარები ვნახე იქ ზოგიერთ შეიძლება დაურეკო და უთხრა რომ აი შემაწუხა აი ამ საკითხისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ კარგი თქვენ აჩვენებთ ხელისუფლებას ო თქვენ იმის მხარეს ხართ სხვანაირად აჩვენეთ ხალხო სხვანაირად გაეგეთ ფერქვეშ სხვანაირად გააგეთეს ვინ ებრძვის ხელისუფლებას ხმამაღლა ვამბობ ქუჩაში ვინც არის გამოსული ისინი აფხიზლებენ მთელ ქვეყანას ქუჩაში გამოსულთა 80% იბრძვის მომავლის საქართველოსთვის იბრძვის საქართველოს ერთობისთვის ყველა ოჯახისთვის ყველა ადამიანის გადარჩენისთვის და ამ ხალხს ებრძვის არა მარტო ხელისუფლება ამ ხალხს ებრძვის ძალიან ბევრი რომელიც ქუჩაში არ არის გამოსული არ იცის რა ხდება იქ და მე მადლობა მინდა უთხრა მესტერთა იმ 30 კაციან გუნდს როცა გავედით ჩვენ და ალბათ თქვენ გექნებათ ამის საშუალება თქვენი მოსაზრება გამოვთქვათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი პირველად გავიდა და მე მოვიდა და თქვენ ხედავდით რას ამბობენ დიდი მადლობა რომ ჩვენ გვეგონა ქუჩაში იდგნენ ველურები ქუჩაში იდგნენ ქართველები ხალხო პარტიებმა დააქციეს ეს ქვეყანა არც ის ხალხი არ იკარებს ამ პარტიებს ხედავთ რომ ტრიბუნა არა აქვს ხედავთ რომ რაღაც ნებად არ აქციეს ეს როგორც იტყვიან რომ ყალბი გმირების შექმნის იმად არ აქციენ ვინმე გმირს ხედავთ ეხლა თქვენ ამ იმაში ვინმე გამოიკვეთა ხوار გაკეთებულა ასეთი რომ დგანან გუნდ-გუნდად ჯგუფ-ჯგუფად ერთად დიპლომატები ერთად ყოფილი სახელმწიფო მოხელეები ექიმები საუბრობენ ერთმანეთში და არის გულწრფელზე გულწრფელი საუბარი და ეს არ არის ანტისახელისუფლებო ეს არის ქართული თუ ხელისუფლება აკეთებს ქართულ საქმეს მის საქმეს აკეთებენ ესენი ხო აქედან გამომდინარე ჩვენ იმით ხوار უნდა ხელისუფლებას ტაშით ხوار უმტკიცებთ არა იმას ხელისუფლება თუ აკეთებს ქართულ საქმეს მეც რო ვაკეთებ ქართულ საქმეს ჩვენ ვართ ერთნი ასე ეს ლოგიკა არის ამაში და არა იმაში რომ ხელისუფლებას მოაჩვენოს თავი და ის პიროვნება ვინც ეს გააკეთა ეს იცით როგორი პიროვნება მე რომელსაც პატივს ვცემდი, მაგრამ აი გუშინ ძალიან შევწუხდი. მის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. აი ახალგაზრდა მეუღლე გარდაეცვალა. და ეს ის ხალხია, რომელსაც 91 წელს ედეპესევრები არიან ესენი და 91 წელს როცა კინოს აღთან მოხდა, მე ჭანტურიამ დაიტრაბახა, რომ ჩვენ თვითონ მოვაწყოთ ესო. როგორ ჩანს ესენი როგორიც არიან თვითონ ისეთი გონიათ სხვა. ეგ არის მე არ ვამბობ ყველა მე ვლაპარაკობ იმას რომ რა ვთქვათ განწყობა საერთოდ ვინც ქუჩაში იყო და ადამიანებს რომლებიც იბძვიან რაღაცისთვის არავის არ უთქვამსო სიძულვილი აგვამაღლებსო სიყვარული გვამაღლებს სიყვარული უფალთან გვაახლოებს სიძულვილი მიწაში გუმარხავს ადამიანსაც და ქვეყანასაც სიძულვილი საღდენი არის დაპირისპირება რას ებრძვის მეცნიერთა კონგრესი მეცნიერთა კონგრესი ამბობს რომ დაპირისპირება უბედურების სათავე მე გაუცებული დავჭი 800-მდე ადამიანის 2700 ადამიანის მხარდაჭერა 800-მდე კომენტარი და ყველა მე საკუთარი თვალით TV პირველი ჩემთვის მიუღებელი ტელევიზია მიუღებელი იმიტომ რომ მე TV პირველის უკან სიგარეტების გამყიდველებით განან და ვთვლი რომ სიგარეტების გაყიდვასთან ყოველთვის KGB იყო დაკავშირებული. მე ამაში შეიმულია ყველას დავეთანხმო, მაგრამ არც ამის დრო არ არის დღეს. არც ამ თქმარ მართლის გარჩევის დრო არ არის. დღეს ერთობის დროა, მაგრამ ჟურნალისტს როგორ მოეცდნენ და დააგდეს ქუჩაში ამას საკუთარი თვალით უყურემე და ეს არის გადაღებული თქმა პირდაპირ ერთადერთმა პიროვნებამ რომელმაც თქვა რომ რატო ამბობ თუ ამასო მე პირდაპირ იმაში ვარ დაესხნენ იმას თავს ხალხო ავად ვართ ყველამ იფიქრეთ საკუთარ თავზე ბოლშევიკი გაცოცხლდა თითოეულ ადამიანში რომელიც დღეს ძალადობას უჭერს მხარს ბოლშევიკია ყველა ადამიანში რომელიც დაპირისპირებას უჭერს მხარს პარტიები დაპირისპირებაზე არიან ორიენტირებული და ამიტომ ბოლშევიკები არიან ისინი და ბოლშევიკურები არიან მაგრამ ჩვენ მათი გასწორებაც გვინდა გამოვიდა აქ დღეს რაც მძალა ბატონმა ბესიკმა რომ ნებისმიერს მოვიწვეთ ჩვენ ხდებით დაველაპარაკებით პირიქით უნდა მივესალმოთ ამას და უნდა ვილაპარაკოთ ისეთი ჰუმანიზმით რომ ჰუმანოიდებად შეიძლება ვაქციოთ ეს ხალხი ჩვენ ხვალ ვიფიქროთ ამაზე და არა იმაზე როგორ გავწიროთ ერთმანეთი ვიმეორებ შემოვიდა ოჯახებში უკვე ეს ყველაფერი აი მარტივ რამეს ვამბობ აი ეგერ კიდე მეორე მაგალითი გითხარით და ეგერ დღეს დავდე საიტზე
ერთი ну თქვათ რა არის ამაში ახლა ესეთი რამე არის აი ნახეთ და დარწმუნდებით მე რა მდგომარეობაა კიდე ერთხელ რომ გავიზიაროთ და შევხედოთ ამას აი დავდე საიტზე ასეთი ტექსტი რომ ჩვენი სამშობლოს ისტორიული მტერი შიდა დაპირისპირება ქართულია ღვთიურია გონება უნდა არა ერთმანეთთან არამედ ერთმანეთისთვის ბრძოლას არის რამდენიმე კომენტარი 5 კომენტარი ну დიდი მადლობა ქალბატონოს ეჯიბიას ჰუმანური ქალბატონია ესევე დიდი მადლობა მარინა გიგინეიშვილს მაგრამ ერთი პიროვნება გვარს არ ვასახელებ პატივისცემით ვიყავი ამ პიროვნებას მე შეხედე რასაც ხელისუფლებასთან არის ხალხი და მოპირისპირე მხარეს საქართველოს მტრები, ვანდალები, მკვლელები, გამყიდველები ხალხო. ესე იგი, ნუ აი, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მე თქვენდამე ძალიან კეთილად განწყობილი ვარ, სახელს ვიტყვი, მაგრამ ქალბატონო ნანა, ქალბატონმა მარხვის დროს, როგორ შეიძლება ვინმეს შენს მტერსაც უტოდო ვანდალი რაღაცა, როგორ შეიძლება ესეთი რამე, რა მოგივიდათ ხალხო, ესე იგი, ყველა გადახაზეთ, ვინც თქვენ მხარეს არ არის, თანაც აი აქ აქვს მოწონება ამას 1:50-მდე და აბსოლუტურად 59 იწონებს. ესე ერთი ხარ ამოვარდნელი, აი მეორე აი აგერ ერთი მაშინ ნახეთ რა არის, აი მე ვამბობ იმას, რომ რადგან ფსიქოლოგს მიყავს ეს გადაცემა დღეს, მართლა ფსიქოლოგები ჭირდება დღეს ყველა ტელევიზიაში ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი უნდა იჯდეს, რომ ადამიანებს რაღაცა სიმშვიდე მიცეთ სულში. სულია უკვე ამღრეული, დანგრეულია, საშინლად აი აგერ მეორე პიროვნება არანაირი შიდა დაპირისპირება არ არსებობს, წერს ამ იმას. ერთ მხარეს არის ხალხი, მეორე მხარეს ფეოდალური კასტა და მათი ხელქვეითები. აი დააკვირდით ერთმანეთის მიყოლებით არის ორი. ანუ ერთი ამბობს, რომ იქ არის უბედურება და ვანდალები, მეორე ამბობს, რომ ხელისუფლებაში არიან ვანდალები. თქვენ ხედავთ რა პროგრამა ავიღეთ ჩვენ ბატონებო, რა ჰუმანური მისია აიღო მეცნიერთა კონგრესმა, ვის შეეძლო ამის გაკეთება გარდა მეცნიერებისა. მეცნიერები ამბობენ, ეს დაპირისპირება რთვა დასრულდება საქართველოს. ამიტომ მართალი ხარ, მტყვანი ხარ, დღეს ამის დრო არ არის. დღეს არის ერთი რამის დრო, რომ ჩვენ ერთობით დავდგეთ საქართველოს მომავლისთვის. დავანებოთ ერთმანეთის ლანძღვას თავი. მით უფრო მარხვის დღეებია. დავანებოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას თავი. დავანებოთ ერთი ისეთი ქალბატონია, რომელსაც აი ვაღმერთებდი დღეს, რომელმაც დაუჭირა მხარი იმას, რომ ესე იგი რომ ჟურნალისტისამი ეს რომ მართალი იყოს, მართალი რომ იყოს. აი თავიდან ბოლომდე რომ მართალი იყოს, ელაფერი, ქალბატონო იზა, გვარს არ მობო, მინდა მოგმართე. 1000%-ით მართალი უნდა იყოს. თქვენ ჰუმანურზე ჰუმანური ქალბატონი, როცა ნახეთ ეს, როგორ ხართ თქვენ იმის მომხრე, რომ ესე იგი გაუცებული ვარ პირდაპირ ლანძღეთ ვინც გინდათ, მაგრამ ლანძღვაში არ არის საქართველოს მომავალი. საქართველოს მომავალი არ არის ლანძღვაში ხალხო. საქართველოში ლანძღვა დაპირისპირება ერთი ქალბატონი, რომელიც ამას აწერს, ყოველთვის ასე იწყებდა. სიყვარული და სიყვარულით მოგესალმებით და რაღაც ასე იწყებდა. ხალხო ასე დაიწყეთ ყველამ. ასე გააკეთეთ, მაგრამ თქვენ რომ სიყვარულით გესალმებოდით, საიდან ეს იძულვილი ხალხო? აი უბრალოდ დღე და ღამე ვეღარ ვიძინებ. უკვე იმის გამო რომ ნახე, რა თქმა უნდა, მე ამის გამო ვარ და ამის გამო ვატარებ ჩვენ ამ შეხვედრას ხვალ, მაგრამ თქვენ ხომ ადვილად ამას ადვილ პროგრამას არ უყურებთ და ეს ხომ მართლაც ეროვნული მისია აიღო მეცნიერთა კონგრესმა, რომ არა ვინმეს მხარეს დადგეს, არამედ ყველას უთხრას, რომ სიყვარული აგვამაღლებს ხალხო. მადლობა თქვენ ძალიან კარგად ემოციურადაც, ინტელექტუალურადაც, ლოგიკურადაც დაალაგეთ ის ჯაჭვი. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს გაქრება, არ გაქრება, საქართველოს უნდა გადარჩეს, აქედან გამომდინარე, რახან უნდა გადარჩეს. გადარჩება, როცა არსებობს მეცნიერება და არსებობს მეცნიერები და არსებობს კარგი ხალხი. პოლიტიკური სუბიექტი თავიანთ თავს დააყენებენ. ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი არ არის, მე უნდა შეგეკამათო, ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი არ არის საშიში. საშიშია ის ხალხი, ვინც ამათთან დგას. ერთ და მეორე მხარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა ამ პოლიტიკურ სიტუაციაზე. ტვინი გამოურეცხეს. გავიგე, მაგრამ ეხლა ტვინ გამორეცხილი ხალხი საქართველოს ვერ გააშენებს, ხო? იმიდის ხალხი, უამრავი ადამიანი, წუხელ ქონდა შეხვედრა ერთი 100 ადამიანმა, გუშინ მითხრა, აქ გამჩერებელი არა ვართ, მივდივართ. წავლენ ესენი, არ იქნება ნორმალური სიტუაცია. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, არა და არა ბარბაცა საქართველო. კი ბატონო,
ბატონო თემო თქვენ ბევრი დამოუკიდება გაქვთ არა მარტო პოლიტიკური საზოგადოებრივი აქტივობით და თქვენ ნახეთ იქ ერთად როდესაც გავედით რა მდგომარეობაა და თქვენ მინდა დღევანდელი გადასახედიდან შეაფასოთ და თქვენი აზრი მინდა გაამხსნათ. მოგესალმებით ბატონებო, პირველ რიგში არის მთავარი რომ კრიზისი უნდა აღიაროს ორივე მხარემ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. თუ კრიზისი არ აღიარებენ, კრიზისი არ მოგვარდება. ყველა თავისებურად ამას მე მართალი ვარ. ყველა ამბობს კი ბატონო შევხვდეთ, დავждეთ ვისაუბროთ. საქმეზე რომ მიდის, მე არავინ არ მოდის. სალაპარაკოთ, იმიტომ რომ მათ ეშენიათ სწორედ მეცნიერების, ეშენიათ ხალხის. კი ბატონო, სწორედ რა უნდა ელაპარაკონ, მათ მაგისი ეშენია და ვერ აჯდებიან სალაპარაკოთ. სწორედ ჩვენ გასულები ვიყავით, სწორედ კოალიცია, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, გავედით მეცნიერებთან ერთად და რომ შევხვდეთ იმ ახალგაზრდობას. ძალიან ჭკვიანი და კაი ახალგაზრდობა მოდის. ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, კარგად აზროვნებს. თავარი არის რომ აი ორი ძალა რომელიც დღეს არსებობს, მეტი არ არსებობს, არის ქართული ოცნება და არის ის ძალა რომელიც არის დაშლილი ნაციონალები მარტო მომრავლებად. მხოლოდ ეს ორი ძალა არსებობს და ეს ამათ უნდათ ხელისუფლება ჩაიგდონ, მეორე იბრძვის ამისთვის რომ არ გადასცეს ხელისუფლება ხალხს. კრიზისი უნდა აღიარონ. კიდევ ერთხელ სთავაზობს მეცნიერთა კონგრესი დაждდომას და ყველა ამ საკითხზე მსჯელობას. ამბობს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის გამოვიდა თქვა, ხო კობახიძე. ჩვენ მზათა ვართ შევხვდეთ ყველა ჯგუფს, ყველა შევხვდეთ რომ ვისაუბროთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კი ბატონო, ჩვენ თანახმა ვართ და მეცნიერთა კონგრესი თანახმა არის სწორედ რომ გამოვიდეს, შევხვდეს, დაждდეს და ესაუბროს ყველა მხარეს და არა სათითაოდ. ამიტომ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ერთადერთში. მეცნიერთა კონგრესში არის დამოუკიდებელი მეცნიერები, აი განსხვავება რა არის და მეცნიერთა აკადემიაში არის დამოუკიდებული ხელისუფლებაზე. ხო, ამიტომ მეცნიერი აი კონგრესში არის სწორედ დამოუკიდებელი მეცნიერები. არ არიან დამოუკიდებელი ხელისუფლებაზე რომ მათ უბრძანონ რომ იცი რა დღეს გამოხვალ ამას ეთქვი, ხვალ იმას ეთქვი. აი სტატიას გამოუცხო. კი ბატონო. ამიტომ სწორედ თუ იმეს უნდა საუბარი მეცნიერთა კონგრესთან და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც არსებობს და კრიტერიუმებზე, სწორედ ეს უნდა იყოს წინ წამოწეული. დანარჩენია გამოსავალი სხვანაირად არ იქნება. მიმდინარეობს ბულინგი, ხო ბატონო თემო? რა თქვენ გზა, ეს არის ბულინგი. ერთი მხარე აბულინგებს, მეორე მხარეს არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაცამ თავისი აზრი რომ დაწეროს, დაესწრიან, ან ერთი მხარე დაესწრო, მეორე აკებს, ან მეორე მხარე დაესწრო. ეს არის ბულინგი, ადამიანების მიერ ბულინგია და ამ ბულინგს მარტო ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ მოვლის. ამ ბულინგში სწორედ მეცნიერული გათვლებია საჭირო. ამიტომ უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. გინდაც მეზობლებთან დაკავშირებით, გინდაც თურქეთთან, გინდაც რუსეთთან, გინდაც ევროპის რომელიმე სახელმწიფო. უნდა არსებობდეს ინსტიტუტები და უნდა იყოს გაწერილი პროგრამები. ეს პროგრამები ერთ დღეში არ ხდება და ყოველთვის ხდება ამ პროგრამების შესწორება, დამუშავება და სწორედ აი ამერიკა რატოა ძლიერი. ინსტიტუტები მუშაობენ კონკრეტულ არსებობს, თქვა საქართველოს გარკვეული არსებობს განყოფილება, რომელიც მუშაობს ყველა სახელმწიფოზე თავის განყოფილება მუშაობს და ჩვენთან კიდე ეს არ არსებობს. ჩვენთან პოლიტიკოსებმა იციან ყველა. და სადაც ყავს პოლიტიკოსები, მოდით ესე ვთქვა, პოლიტიკოსები ყავს. აი როცა უცხოელი თქვა საქართველოში უნდა ინვესტიცია განახორციელოს. საერთოს გარეშე ის ინვესტიცია საქართველოში არ ჩადებს და იკითხულობს რა ხდება. ჩვენი ქართულის რომ უნდა თქვა საზოგადოებრივ ჩაადოს ინვესტიცია, იცი საქართველოს საერთო რასაც ხოს. მე მაგაში არ ვერევი. ჩემი საქმე არის. ხო, ამიტომ უნდა არსებობდეს სადაკოს ის დიპლომატები, ამას მუშაობა უნდა, გაზდა უნდა, აღზრდა უნდა, ხო? რომ ჩვენ ბიზნესმენს თუ უნდა თქვა გვინის გატანა ევროპაში ხო უნდა შეისწავლოს ბაზარი და საერთოს უნდა კითხოს, ხო? დიპლომატიურ წარმომადგენლობას რომ რა სიტუაცია, როგორ შეიძლება ისე იგივე ხდება აქეთ, როცა შემოდის ინვესტორი. პირველი სახელმწიფოს დამცველი და ბატონო ინფორმაციას უნდა აგოს. ამიტომ საჭირო არის ინსტიტუტების შექმნა. რასაც ამბობს ბატონი ბესო დიდი ხანია უზნაძის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. საჭიროა, იმიტომ რომ თურმე გამოჩნდა, ხო? საჭირო ფსიქოლოგები ყავდეს, ბევრი თურმე ყველა პარტიას უნდა ყავდეს. მარტო კოალიციას თეთრებზე მომხია, ყველას უნდა ყავდეს და
დღეს ოჯახებში არეულობა, უბნებში არეულობა, უკვე უბნებზე გადაიტანეს, რომ მოდით დღეს გამოაცხადეს უბნებშიო, ჩვენი ეზოსწინო გამოვიდეთო, უბნებში მოვაწყოთ აქციებიო, ეს უკვე უბნებზე გადავიდა, ოჯახები, უბნები სახში და ეს არის დამღუპელი, სახელმწიფოსთვის არის დამღუპელი. დღეს არ ვიცი ეს ჭორია თუ სიმართლეა, ამერიკის საელჩოსთან რიგებით გავდა, იცი ვინ მივიდნენ, და ვინ მივიდნენ, იცით ეს ხალხიო? ბევრი ვითომ რომ გავიდა იქ მიტინგზე და აი მე მავიწოვებენ და ხო შანსი მაქვს რომ წავიდე და პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო. ეს დამღუპელია ხალხო. ჩვენები ქართველები თუ წავიდე რაღაც საქართველო ვიქნებით, ვინ ვიქნებით? საქართველო არ ვიქნებით ჩვენ. რაღაცა შემადგენელი რაღაც სახელმწიფოური სტრუქტურა ვიქნებით და ქართველები თუ არ იქნებიან საქართველოში. აი ეს არის ბატონო ბესორო სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს მეცნიერთა კონგრესი და ეს საკითხები არის წინ წამოსაცი. დიდი მადლობა ბატონი ვახში, ძალიან თქვენ იყავით სხვათა შორის მე როგორც ვიცი ტელევიზიებსაც შევთავაზეთ ჩვენ ხო? მე მგონი მოვლენო ხალხი. სირებინა. ოჩახო შანონს გააკეთებენ და ერთად ვიყავით პარლამენტის წინ და მაინტერესებს თქვენი პოზიცია. ახლა აი თქვენი საუბრების შემდეგ ყველაფერზე არის რა თქმა უნდა რეაქცია გასაკეთებელი, მაგრამ რასაც მოასწრებ, ესე იგი ბატონ თემურ, ახლა აი გუშინ და დღევანდელი ინფორმაციებით სოციალურ ქსელებში, აშკარად დგინდება, რომ ეს ხელისუფლება მთელი 10-12 წელიწადი ემზადებოდა ამ დღისათვის. ამიტომ არის აქ საჯარო მოხელეებს რომ სტატუსი შეუცვალეს, რომ იქ თანამდებობის პირებისათვის ყველასთვის არ იყოს ქართული ენა საჭირო, იქ ესე იგი თუ მიტინგზე მანქანით შეხვალ 1000 ლარიანი ჯარიმა, მოკლედ უამრავი რაღაცა ახლა ეს მე შემიძლია ჩამოვთვალო, აქ მიწერია, მაგრამ ერთ არა მთავარი არის რომ ნაბიჯ ეს ხელისუფლება ემზადებოდა ამ დღისათვის. რომ მოეხდინა სრული უზურპაცია ხელისუფლების. ამისკენ მიდიან ესენი. ამისკენ მიდიან. ამ დროს ოპოზიცია იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად აი ამ მის მიერ აი ხელისუფლების უზურპაციას მეთოდურად გაუწიოს წინააღმდეგობა და ქვეყანა გაიყვანოს ასე ვთქვათ დემოკრატიულ რელსებზე ესენი ესე იგი ერთმანეთთან დაიწყეს ჯიბრი და ესე იგი არანაირი ერთიანობა არ შედგა. ამ დროს მეცნიერთა კონგრესი რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ ვეძებთ ოპტიმალურ გზებს, რომ დანაკარგის გარეშე და მით უმეტეს ყოველგვარი კრიზისების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ გზაზე, ნორმალურ გზაზე. ამიტომ იყო რომ მეცნიერთა კონგრესმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ამისათვის აი ეს მექანიზმი რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, რომ პარტიული ხალხი კი არა, ერთხელ მაინც 1-2 წლით მაინც გზა დაუთმოთ პროფესიონალებს და მივცეთ უფლება საზოგადოების ფართო ფენას თვითონ წარმოგვიდგინონ ის კანდიდატები, რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში და აი ამ სიიდან მერე კი ბატონო, თუ გინდა ერთმა პარტიამ, მეორემ, ყველამ გაინაწილოს ეს ხალხი და ისინი შეიყვანოს. ეს ხომ იქნებოდა ხსნა ქვეყნისთვის. ეს ხო იქნებოდა ეროვნული თანხმობის პარლამენტი, რომლის ყოველი წევრი ფაქტიურად ძალიან დიდი რაოდენობით იქნებოდა მხარდაჭერილი საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობდა ამ ხელისუფლებას, მაგრამ თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებოდით, ის ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გადმიწერდა. და ჩვენ აი ახლა, აი ამ დღეს, ბოლოს 26 ოქტომბერს ვქონდა დიდი შანსი გამარჯვების, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს. ხელისუფლებამ, როგორც კი იგრძნო, რომ მეცნიერთა კონგრესი და ვინც მხარს უჭერს ამას პოლიტიკური ბლოკი ამ ორი პარტიის შემადგენლობით, ეს არის მისთვის ყველაზე დიდი საშიშროება და ის გაანეიტრალა. არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს არ გააპროტესტა. აი ეს არის
აი ეს არის ის რომ ჩვენ ერთმანეთს ესე იგი სისულშრობთ, ვძიძგილაობთ ერთმანეთში და გვავიწყდება ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის ინტერესები რა არის ხალხო ჩვენ რომ აი ეს სოციალისტური სისტემა დავტოვეთ და გადავედით კაპიტალისტურ წყობაზე და ყველა შევთანხმდით იმაზე რომ კაპიტალისტური წყობის უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ ყველა დონეზე და ყველა სფეროში კონკურენცია არის მთავარი მმართველი ძალა და ჩვენ რა მივიღეთ ჩვენ მივიღეთ ახლა დღეს ყავს ისეთი ხელისუფლება რომელიც არც ერთ დონეზე ამ კონკურენციის გამტარებელი არ არის და აი მთელი ეს 12 წელიწადი უნივერსიტეტებში რექტორებს ირჩევდა აი ამ დღისთვის, შავი დღისთვის პარტიული ხაზებით. ორივე სხვათა შორის იმას სკოლებში დირექტორებს სკოლებში დირექტორებს ირჩევდა, ნუ სუსი და პოლიცია ეს თავისთავად ცხადია, არმია თავისთავად ცხადია მათი, მაგრამ აი ყველა სფეროში უნდა ყოლოდა და აი იქიდან გამომდინარე ბატონო თემურ, აი ეს ხალხი, ვინც აი ასეთ რეაქციას უკეთებენ აი ასეთ აგრესიულ პოსტებს, ისინი ყველანი რაღაცნაირად არიან მოქთამული და მხარდაჭერილი ხელისუფლებისაგან და ისინი ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად და ინტენსიურად უჩვენონ იმ თავიანთ ბატონებს, რომ ნახეთ რევს წერთ ჩვენ და თქვენს ხარეს ვარდოთ. ხელისუფლებამ შექმნა ეს სიტუაცია და ბატონო ვახში, თუ მიიღებთ კი ბატონო, თუ მიიღებთ ამ წინააღმდეგობას ჩვენ ერთხელ შევთანხმდით, რომ არც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ქართული და არც ოპოზიციის წინააღმდეგ არის ბრძოლა ქართული. ქართული არის ერთობით ბრძოლა მომავლის საქართველოსთვის. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ მე აღარ მაინტერესებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე აღარ მაინტერესებს ვინმესთან დაპირისპირება. მე აღარ მაინტერესებს ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა. მე მაინტერესებს უკვე ყველა ადამიანი და ყველა პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ მხარი არა ვარ და ეძებს გზებს, მე გეთანხმებით თქვენ იმაში, რომ შემოტანილია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, პრაქტიკულად აერთიანებს თელ საქართველოს, ხო? აერთიანებს ეს. ჩვენ ბრძოლა ყველას წინა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მიუღებელია ქვეყნისთვის იმით გამოვა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთვის. აი უკვე ჩვენს გვაკრიტიკებს ძალიან ბევრი და სწორად თქვენს ხართ მხარე, აკრიტიკებთ ვიღაცას, ებრძვით ვიღაცას. მე პირადად თემურ შაშიაშვილი ვინ მიიღებს ამას მეცნიერთა კონგრესში, ვინ არის ეს მის საკითხია. მე ვამბობ ერთ რამეს, მე ყველა ჩემი გამოსვლა იქნება ორიენტირებული უკვე მომავლის საქართველოს და თავისთავად მომავლის საქართველოს პროგრამას როცა ვადგენ, ვინც არ ჯდება იმაში, ეს ნიშნავს, რომ მე მას ვეწინააღმდეგები, მაგრამ მას არ ვებრძვი. მე დღეს შემიძლია გავანიაო ხელისუფლება ისეთი რამეები გითხრათ. გავანიაო. იმით კი არა მარტო რასაც თქვენ ამბობთ ბატონო ვახში. აი აგერ ამ ბრძოლაში ვართ და ნახეთ დღეს შევედი და იმის ჩავთვირთ პროგრამა, რომელიც იყო საშეღავათო პროგრამები, გაუქმებულია, გაორმაგებულია ფასები. 30 ლარი რომ ღირდა მანქანის რეგისტრაცია 120 ლარი ღირს, 50 ლარი რომ ღირდა 150 ლარი ღირს. ყველაფერი წავიდა უკვე იმაზე და რეალურად ეს არის დაპირისპირების შედეგი. ნუ დავაბრალებთ მარტო ან ხელისუფლებას, ან იმას, ეს არის ხალხი, რომელიც ითმეს ამას. მე დღეს საღამოს მექნება გადაცემა, ვიფიქრებ, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, შეიძლება მივმართო ყველას, რომ ვინც ხართ მხარე, ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის, დიდი მადლობა ვიმეგობრებ თქვენთან, მაგრამ Facebook-ზე ნუ გააცდენთ ჩემს იმაში ადგილს და დავრჩევი მხოლოდ იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც მე ჰუმანოიდური პრინციპებით კი არ გამოვდივარ. მე გამოვდივარ იმით, რომ ქვეყანა სჭირდება დღეს ეს. ქვეყანა დაიღალა უკვე ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით. ჩვენ უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. როცა ვიბრძვით ერთმანეთისთვის, ვიბრძვით საქართველოსთვის, მე ვიბრძვი დღეს ბიძინა ივანიშვილისთვისაც, იმიტომ ვეუბნები, რომ ეშმაკია ჩასახლებული შენში და განთავისუფლდი ამისგან, ვიბრძვი ოპოზიციისთვის და ვეუბნები, რომ არასორი გზოთ გზით მიდიხართ, რატომ ახლა ორ ხელისუფლებიანობა, რომ სწორი არ არის ახლა, რომ გამოხვიდე და ეს თქვა, ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი გზა არის ეს, არავის არ ვებრძვი, ვიბრძვი ყველასთვის, ვინც მებრძვის, ვინც მაგინებს,
ვინც მლანძღავს, ვისთვისაც მიუღებელი ვარ, მისთვისაც ვიბრძვი და ვიბრძვი იმისთვის, რაც მე დელაჩი 3 წლის წინ გავაკეთე, როცა დაიწყო რო არავინ ვერ მიდიოდა ტაძარში, მივედი და ყველა გვარი წავიკითხე მე ეს ბოკერია, წავიკითხე ყველა ვინც ჩემთვის მიუღებელია და ვთქვი რომ იქნებ დასრულდეს ეს, მე გელაჩი ნათქვამი, ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვების ერთგული ვარ, მე აღარ მინდა დავიღალე უკვე მებრძვის ქვეყანა ვინმე, მე მათ სიყვარულს უცხადებ და სიყვარულით მოგერევით. არის უნიკალური გამოთქმა, რომელიც თავის ძროზე ქართული ერთობის დარბაზმა ჩამოაყალიბა, რომელშიც იყო რომ სიკეთე გათითო კაცებულია, ბოროტები ერთმუშტადაა შეკრული, ჭაბუა მირეჯებზე დაყრდნობით. ამოცანა რა არის? გათითო კაცებული სიკეთე შევკრათ ერთმუშტად სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებდა. თქვენ წარმოგიდგენიათ სიძულვილით სიყვარულით უნდა დავამარცხოთ. მე ამ განწყობაზე ვარ. და ამბობ მაღლა, ვინც მესვით კენჭს სიძულვილის კენჭს მესვით, მე სიყვარულის ნოდს დაგახვედრებთ. ეს გადაარჩენს ქვეყანას. მე ასე მგონია. ეს დღეები, ეს შაბათ კვირა, უამრავ ადამიანს ვეთათბირე, უამრავ ადამიანთან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის საუბარი იგივე ბატონ ვახშესთან, ბატონ ბესიკთან, ერთი მართვის სპეციალისტია, მეორე ფსიქოლოგია. რამდენიმე ფილოსოფოსს დაველაპარაკე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. მე არ მაინტერესებს ქვეყნის გარეთ რა ხდება. მე ვიცი რომ ქვეყანაში 6 თვეში თუ ჩვენი პროგრამა იქნება მიღებული, ყველა ადამიანი გახდება მოტივირებული და ქვეყანა სიძულვილზე კი არა, სიყვარულზე იქნება ორიენტირებული. ვინც გავყრება ამ ბრძოლაში, მოიგებს საქართველოს და არა თემურ შაშიაშვილი ან ვინმე ჩვენგანია. დიდი მადლობა, ძალიან თავი მე არ მინდა ახლა პოლემიკაში შევიდე, მაგრამ ბატონ თეორ მაშინ მექანიზმები უნდა უთხრათ ამ ხალხს, როგორ ვაპირებთ ამას, როგორ ვაპირებთ ის კაცი აკეთებს იმას, ხელისუფლება ვინც არის და იგივე ოპოზიცია ისეთ რაღაცას, რომელიც მე ბატონოში თქვენ ხომ მეუნებით მექანიზმს. არა, გავიგე, მაგრამ მექანიზმს ხომ მეუნებით. აბა ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინა რა არის? რა წერია შიგნით? იმაში წერია გავიგე თქვენ გავიგე მე რა ჩვენ გავიგე ამიტომ იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ რის არიღებს გავიდეთ ხალხში და ხალხს უთხრათ ეს არის და მივიღოთ ხალხის მხარდაჭერა და ხალხის მხარდაჭერას რომ მივიღებ თავისთავად ცხადია ხელისუფლებას თავის ადგილზე დაჯდება ჩვენი ვერ მოახერხეთ ეს მექანიზმი არის თქვენგან ვისწავლე მე ეს მექანიზმი არის სწორედ ის რომ არ ვლანძღოთ გვიყვარდეს ტერი გიყვარდესო მე ბიბლიურად ვაპარაკობ ამას ტერის გიყვარდეს შენიო მე მიყვარს ჩემი მტერი და ვეუბნები ამ ლოცულობ თქვენთვის მაგრამ გეუბნებით რომ დღეს ქვეყანაში დაპირისპირების დასრულებას ვინც უწყობს ხელს მე იმათთან ვარ იმათ რიგებში ვარ და მათთვის ყველაფერს გავაკეთებ როგორც რიგითი მებრძოლი დაპირისპირება უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში თორე ეს ქვეყანა დასრულდება კი ბატონო დიდი მადლობა მთავარი არის ჩვენ ჩამოყალიბდეთ რაღაც ღირებულს რა არის მთავარი ღირებული თავი ღირებული არის მომავალი თავი. ჩვენ არავის არ უნდა ეხლა რომ ძლიერი სახელმწიფო იყოს და ეს ბავშვები აგერ ტყაპატყუპით გარბიან. ხო ტყაპატყუპით გარბიან. ვერავინ ვერ დაიჭერს. თვითის შობელი რომელიც იქით ხელისუფლებაშია და იმას იქ მიშვილს აუგზავნენ, ხო ის მერე შიგნით აისახება ეს დაძაბულობა, ხო? ამიტომ ძალიან სერიოზული კრიზისი. ისიც არ გვინდა თავისუფალი ქვეყანა გქონდეს და სახელმწიფო არ გქონდეს და ნებისმიერს ესე გავქელოს და თავისუფალზე გვახტუნავს, ხო? პრობლემა არის ეგზისტენციალური პრობლემა ითხოვდა არა მხარე დაფიქსირებას, არამედ მესამე დამკვირვებლე მხარეთ, მომრიგებლებს მხარეთ, ვისაც შეუძლია რომ კრიზისი მართოს და ტელევიზორს რო უყურებს განამართლა იქიდან განწყობებით კი არ იმოქმედოს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განწყობით 100 კაცმა თუ გააკეთებს 101 იგივეს ააკეთებს ეს ცნობილია ხო აგე ყველაზე კარგი მაგალითი მამა გაბრიელი როდესაც ლენის შეასხა დაწვა ხო ყველა თათხავდა და რავი საშინლებზე ცემდნენ იქ ხო და სასულიერო პირებიც ზოგიერთიც ცუდად იყო განწყობილი მაგრამ პატრიარქი ეფრემა უშველა და ფსიქიატრიის რაღაც მომენტში გადაარჩინა, მაგრამ რა მოვიდა? სად არის კომუნისტები? სად არის განწყობა? ეს არის ილუზია, უზნაძე მაგას იძახის, რომ ეს ყველაფერი არის ილუზია. ადამიანი შეიძლება 10-15 ჯერ ერთი დეგივე გელაპარაკოს და აგერ რაღაც გებელსი და ეს ვიციდეს პროპაგანდისტული თემები და მე-11-ს უკვე შენ თვითონ ვიძახი და გონია რომ იძახი რომ ეს ჩემი აზრია. ტელევიზორმა 13 წლის განმავლობაში გადართავდა გეუნებია რომ აგე ისახარ გეუნებია გადართავ რომ აგე მეორეა კარგი ხო და იჯერებს შეუძლებელია მესამე დაიჯერო ხო მე არცაც რასაც თავდი ყველას კრიტიკულად ვანალიზებდი ხო აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავიწყოთ კრიტიკული აზროვნება რა გააკეთა
იმ მთავრობამ ბევრი კარგი გააკეთა, ბევრი ცუდი გააკეთა, ხო? ამ მთავრობამ რა გააკეთა კარგი, რა ცუდი. აი ესეთი აზროვნება ჩვენ იდენტიფიცირებას გავუკეთებთ როგორც დამკვირვებლად. ჩვენ უნდა ვიყოთ დამკვირვებელი და არა მხარი. მხარი არის უკვე აგრესიაზე გადიხარ, ხო? გონია რომ ყველაზე იდეალურია. არ არის ეს სწორი, არ არის. აგე მაცხოვრის აღქმაც კი შეეშალათ, ხო? მაცხოვრის, იმიტომ რომ როგორც კი ემოცია როგორც კი შეგაქვს ნებისმიერ მდგომარეობაში, კრიტიკული აზროვნება არის ემოციის გარეშე. აი თქვენ რა ბრძანეთ, ეგ არის არაკრიტიკული აზროვნება. ეს არის რითაც ევროპა აგვარებს. ჩვენ ამ ამირანის ისინი გვაქვს. მემკვიდრეები ვართ რა, მითოლოგიური რაღაცა და გონება ეკარგება, ხო, ამირანს, გონებას კარგავს. თავის ემოციების და აღტაცებაში, ხო? ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ, ძალიან ბევრი რამე გვაქვს და თავარი არის რომ ჩვენ ორიენტირებული ვიყოს მომავალ თაობაზე. ის კი არა რომ ერთმა ძალამ გაიმარჯვოს და მეორე. ამას ჯერ კიდევ ვერათვით ცნობიერებს თქვა რა მოხდება ერთმა რომ გაიმარჯვოს და მეორემ რომ გაიმარჯვოს, ხო? არც ერთის გამარჯვება არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს. აწყობს თანხმიერად, აი შეუბღალავად და მოვაგვაროთ. ეს არის მთავარი და ეს არის და ეს ბავშვებმა დავაწყნაროთ. ეს ძალა არ ემორჩილება. იქ ახლა მე რასაც გეუბნებით, იქ არის ძალიან პატარა მცირე არასამთავრობო სექტორი, რომელიც გეგმავს და თავის საშინელებებს აკეთებენ. მოძრაობებს აკეთებენ, დადიან, მაგრამ არის დააკვირდით, გადით თქვენ თვითონ მიხვდებით, რომელია იქ დაგეგმილი პროცესები და რომელია ეს ხალხი არის დაუგეგმავი პროცესები. პირადად გამოდიან, ეხლა ჩემი მეგობარი გამოვიდა ამასი და ნევროლოგი და ექიმი და თავის პოზიცია გამოხატა. ჩვენ არ მოუწოდებთ რომ მაინდა-მაინც არჩევნები. ეს ხალხი მეც ვერაფერს ხედავს. გარდა იმისა, რომ ჩატარდეს არჩევნები, ხო? ამიტომ პოზიცია და ოპოზიცია მკეთილინებოს და დააჯექით ერთად, ჩვენ დავჯდებით, როგორც შუამავლები, ხო? როგორც მესამე მხარე, რომელსაც ის კრიზისის მართვის სპეციალისტები დავჯდებით, სხვადასხვა მიმართულებით გეოპოლიტიკოსები და ჩამოყალიბდეთ და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. დაჯდნენ მათ შექმნას ეს კრიზისი და როგორ შეთანხმდებიან არჩევნებს დანიშნავენ გენპროკურატურას თვითონ დანიშნავს ოპოზიცია, კოალიციურ მთავრობას შექმნიან თუ რა შექმნიან და როგორ მოაგვარებენ, იმიტომ რომ ყველას ყავს თავისი გარე მომხრე. გარე პოლიტიკური ძალები ყავთ. გამიგეთ ჩართეს დიდი მსოფლიო დიდ თამაში ჩართულია საერთოდ ახლა როგორც გინდა თქვით ესიას რეალობა უნდა ვაღიაროთ რომ დიდი პოლიტიკური მოთამაშეები არიან დაინტერესებული ამ დერეფნით ხო ძალიან დიდი პოლიტიკური ფული მოდის იქ ფინანსური იქ უშიშროება მოყვება ამ სახელმწიფოებს იქ თავისი ხალხი მოყვება რომ პროვოკაციები მოხდა ახლა წარმოიდგინეთ აქ რომ ყველა ქვეყანას რომელიც დაინტერესებს თავისი ჯგუფით არის შემოსული ხო და ამას გონია რომ მართული პარტია ოპოზიციური პარტია მართავს ვერ მართავთ ბატონებო ტყუილად იტყუებთ თავს, ამიტომ კეთილი ინებეთ, აღიარეთ რომ ეს არის კრიზისი, რომელიც სწორედ ამ შეცდომებით ჩვენ გავანაწილეთ და მიიყვანეთ და არ იყოს სახელმწიფო ორიენტირებული ნიჭიერ კადრებზე და არა პოლიტიკურზე, სულ პოლიტიკურია ყველაფერი, პოლიტიზირებული და ეს ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობით იმ საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელსაც მამარდაშვილი ლაპარაკობდა რომ უმტკიცებდა სხვადასხვა ფრანგებს რომ თქვენ ტყუილად იჯერებთ რომ რამე შეცვლება არაფერი არ შეიცვლება კარგი ხანი დაგჭირდება და ერთადერთი არის რომ კრიტიკული აზროვნება ის იძახდა რომ ემოცია დავაცხროთ შეხედეთ მეორე აღსაც უსმინეთ რას იძახიან ისინი ხო კი ჟურნალისტებზე კი ზოგიერთი არის ახლა გადამეტებულად თავის ფორმატიდან გადის რომ ეგეც დამკვეთი ხავს იქ პოლიტიკური ხელმძღვანელი ყავს და ის უკვეთავს რომ ესე აქტიური ცხელი რაქნას ხელფასი თუ არ მიუტანდა ცხელი სცენარი თუ არ დავუდო რას უზავს ხო რას უზავს გაუშვებს და იმ დამკვეთს იმ ხელმძღვანელს იმ ტელევიზიის კიდე თავისი პოლიტიკური დამკვეთი ყავს ჩვენ ხო ვიცით ეს როგორ ხდება როგორ აქვს გადანაწილებული ეს არის ამ ოცნების ასე ვთქვათ დანაშაული თუ ვერ გააკეთა მოდი ვთქვათ რაც ხალხს პირდებოდა რომ მოვიდოდა ამ სისტემას დაშლიდა კი არ დაშლა პირიქით გადაიბარა და ეს ოპოზიციური ძალები კი არ ცდილობენ სისტემა დაშალონ ან განათლების სისტემის დეპოლიტიზირება გააკეთონ ნებისმიერი დირექტორი ინიშნება საუბრით თუ ნებართვას აძლევ ეხლა წარმოიდგინე ძღოლის მოწმობა რომ მისცე და მე კიდე გასაუბრება მოუწყო თუ აძლევ ნებართვას რომ დირექტორს რომ
მას შეუძლია თავისუფალი არჩევნებში მიიღოს მონაწილე რაღა განსაუბრებას აწყობ იქ ფარდების გულს ხო და წინა ხელისუფლებიდან ვიცი სააკაშვილის დროს ვის ანიჭებდნენ იცი უპირატესობას კითხვა იყო სპეციალური სამი კითხვა იყო ერთი იყო პრეზიდენტი რომ მოვა რას შესთავაზა ესეთი კითხვა ესე იგი თუ ამას მოუყვებოდა წარმოიდგინე ეს სისტემა გადაიბარეს ამათ გადაიბარეს და იგივე გადავიდნენ 40-50 კაცი როგორც ვიცით ეს პოლიტიკური იქიდან მილიონერები გადავიდნენ და ეს კლანი ჩამოაყალიბეს და ამ კლანი ეს არის კლანი ამის გამო გარბიან ამ ბავშვები რომ ამათ პერსპექტივა არ აქვს და ოპოზიციამაც რო გაიმარჯვოს მაშინაც პერსპექტივა არ გექნებათ არ იქნებათ ამ ბავშვებს და არ იქნება ის თავისუფალი საზოგადოება იმიტომ რომ იგივე პრინციპები და იგივე მიდგომებს გაახორცეს და არაფერი გაუკეთებიათ არც განათლების სისტემის რეფორმაზე გინახეთ სადმე ამათი ჩხუბონ რაღაცებს ან ბიუჯეტზე ეკამათო და არაფერი აჩვენ რაღაცა ხო უნდა აჩვენო რო ხალხო ამიტომ ჩხუბობენ ეს სპექტაკლებს დგამენ და ეს ხო ხედავთ სულ ხელოვნურია დაიწევს კიდე რაღაცას გამოიგონებთ დაიწევს კიდე რაღაცებს გამოიგონებთ ხელოვნურად მართული პროცესია და უკვე ეს საზოგადოება უკვე ერთსაც ცუდად აქცევენ აგინებენ ასე თქვა და აღარ იყოლებენ და ძალიან ცუდი ნიშანი ამათთვის რომ ოპოზიცია და პოზიცია კარგავს კონტროლს კარგავს ახლა პოლიტიკურად თუ შევაფასებთ ეს არის ისინი კარგავენ საზოგადოებაზე კონტროლს ეს ხალხი ჯერ აპროტესტებს თუმცა თუ ვიღაცამ ამ ხალხს სწორედ არ მოხდა ფორმირება ამ ხალხის, აუცილებლად კიდევ თოფსაც ჩამოკიდებენ, რომ აი ხო გეუნებოდით, ხო? და კიდე გაგრძელდება ეს თამაშები. სხვა ფორმატში უნდა გადავიდოს, კაბინეტებიდან დაიშლება საზოგადოება და რა ვიცი, ხო გითხარით, ახლა თუ ჩვენი ბავშვები საზოგადოებად წავიდნენ, აი რა თუნდაც ეგეთი ქვეყანა და ეგეთი კლანური მართლობა და ნეპოტიზმი და რავი და თუ დანიშნავ კიდე და იგი ნარკომანი გაგიხდება. იდო ამხელა ზეწოლას როგორ გაუძლებს ხო მორალო და იმას ხო იცის რომ მას დასმულია აი რა გინდათ ეგეთი ხელისუფლება და ეგეთი მე ვერ ვიგებ და იგი ოპოზიციას არ უნდა ამ ხალხს ეს ხელისუფლება მაგრამ როგორ მოიცილოს ეს ოპოზიცია უნდა ბატონოვაში არც ოპოზიცია არ უნდა ეს ოპოზიციაც არ უნდა ამ ხალხს რო გავედით არა არც ეს არ უნდა ჩვენ და ეს ოპოზიცია სპეციალურად შექმნა იმ თავრობამ ასეთი კი ბატონო შექმნა და ამ ოპოზიციამ კიდე შექმნა ეს თავრობა კარგით ორივე ერთმანეთი შექმნა ბატონო არცაც არ შევქმნა აი ვერთახმები რომ ხალხზე უნდა ვიმუშაო და ხალხმა როგორ ბატონო ვახში დიდი მადლობა ამისთვის და ძალიან კარგი წიაღსვლა გააკეთა ბატონმა ბესიკმა მე ვამბობ ერთ რამეს აი ნახეთ მეცნიერებს ჩვენ ვერ გავედით ხალხში იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს საშუალებები თორე თავრობამ რომ ლოზუნგი შეთავაზა მშვიდობა გინდა თუ ომი ეს ხო შეცდომა იყო რა მაგრამ იმის კი არ უნდა იყოს ის გვეთქვა რომ მშვიდობაა ჩვენი აი დღეს აგერ მე დავწერე ის მშვიდობაა ფასეული რომლის საყრდენი თავისუფლებაა თუ თავისუფლება არ აქვს საყრდენი და ესე იგი თავისუფლება გონებისმიერია მშვიდობა კი შეიძლება მხოლოდ ძალით გააკეთო არ იყო რამდენიმე ისტორიაში მაგალითი რომელიც თქვა დღეს რეალურად რა გვაქვს ჩვენ გვაქვს მშვიდობა თავისუფლების გარეშე დღეს რეალურად ქვეყანაში ხო მაგრამ შევებძოლეთ ამას მეცნიერულად სწორად მაშინ კი საუბრობდი ჩვენ ერთმანეთში სწორი ხართ ამაში მაგრამ ვერ გავიტანეთ იგივე ეხლა ხალხი ელაპარაკება ნახეთ რას გეუბნება კი ბატონო თემურ თქვენ მართალი ხართ მაგრამ საქართველოში შიდა დაპირისპირება კი არ არის არამედ არის გარეთ ძალთა დაპირისპირების ანარეკლია საქართველოს შეეკამათები ვერ შეეკამათები მაგრამ მე რო ვეუბნები რომ ჩვენთან ანარეკლი ხდება შიდა ისა რა ქვია გარეთ ძალთა დაპირისპირება და სპირიტი ცივილიზაციათა ომი მსოფლიოში ცივილიზაციათა ომი რომიდის იმის ანარეკლია დღეს საქართველოს რომელიც შეიძლება ცუდად წავიდეს მაგრამ მე ვეუბნები ყველას შეიძლებოდა თუ არა აგვეცილებია თავიდან მე ვამტკიცებ შეიძლებოდა თუ ჩვენ არ ვიქნებოდით დაპირისპირებული ვერავინ ვერ შემოგთავაზებდა მის თამაშს გთავაზობენ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვარ დაპირისპირებული, მოძებნა რუსეთმა თავისი ძალა, მოძებნა დასავლეთმა თავისი ძალა. ჩვენ ქართული სად არის? ქართული გაკრიფეს, დაანგრიეს, დაშალეს. ჩვენ უნდა ეს აღვადგინოთ. აი ნახეთ, ორი მაგალითი მოვიტანე, მაგრამ სამაგიეროდ, აგერ ერთი პიროვნება, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსწევდი, ნახეთ, რა მომწერა, მე რო ეს დავწერე, რომ შვიდობა და ის შეხედა დაწერა აბსურდია. მე მწერს, ესე ჩემი აზრია აბსურდი. თავისუფლება და მშვიდობა სინონიმებია. როდის იყო თავისუფლება და მშვიდობა სინონიმები ხალხო? მშვიდობა იყო
გიტლერმა არნახული მშვიდობა დაამყარა ომამდე. არნახული მშვიდობა ქონდა სტალინს, არნახული მშვიდობაა დღეს, რომელსაც ლაპარაკობენ, მაგრამ სისხლის შრება, მშვიდობა არის მაშინ, როდესაც სისხლი არც შრება და სისხლი არც იღვრება. მშვიდობა არის მაშინ, როდესაც თავისუფალია ადამიანი. დღეს ადამიანი არ არის თავისუფალი. მე გეუბნები თქვენ რომ დარბაზი 20 დღეა ვერ ავიღეთ, ხო პირველ არხზე 4 წელია მოგცეს საშუალება 5 წუთი. აი ახლა ბოლო პერიოდში აგერ გითხეს 2 დღის მერე 3 დღის მერე ხო გათამაშებენ ხო მეცნიერს პროფესორს დოქტორს დრო ხო გასაგებია კი ბატონო ეს არის ვინმღაცა ის მშვიდობა რომელი მშვიდობა დღეს მშვიდობა კი არ არის ომმა გადაინაცვლა ოჯახებში გავომმა გადაინაცვლა ადამიანის სულში ომმა გადაირაცხვა სამეზობლოში თქვენ ნახეთ რა გააკეთეს დღეს გამოიყვანეს ვინ აკეთებს ამას ის არასამთავროებები რომლებიც ლაპარაკობდა ბატონი ბესიკი რომლებიც ფულს იღებენ იმაში რომ სამეზობლოები გამოდიან თურმე რა სამეზობლო გამოდის ეს თუ ორგანიზებას არ გაუკეთებ დღეს რატომ გინდა შენ სამეზობლოს გამოყვანა ეხლა სამეზობლოში 100 კაცი რომ ცხოვრობს გამოვა 20 გადაუღებენ ტელევიზიები 80 დარჩა ის 20 და 80 დააპირისპირეს უკვე ერთმანეთთან ხო ვის ჭირდება ეს ხალხი ესაა მშვიდობა მშვიდობა კი არ არის მშვიდობა არის მაშინ როდესაც ადამიანი თავისუფალია და თავისუფალი ადამიანების ერთობა აკეთებს მთავარს დიდმა მწერალმა ამერიკელმა თქვა ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისგებლობის ფარგლებში ესე იგი როდესაც მე ვარ თავისუფალი მაგრამ მე მესმის ჩემი პასუხისგებლობა და შიშველი არ დავდივარ ქუჩაში არ ვიგინები და არ ვილანძღები მე იმიტომ რომ პატივს ვცემ სხვას აი ჩვენ გვჭირდება დღეს ეს ყველაზე რთული გზა ავირჩიეთ ბატონო ბესიკ ხომ ყველაზე რთული ყველაზე ადვილი რა არის დაუჭირო მხარი ხელისუფლებას ან ებრძოლო ხელისუფლებას ეს არის ან დაუჭირო მხარი ოპოზიციას ან ებრძოლო რა არის დღეს პრეზიდენტი თქვათ აი ისეთი რა ნაბიჯები გადადგა რომ საკუთარი თავის არარაობად აქცია აი ბიძინა ევანიშვილმაც საკუთარი თავი არარაობად აქცია ამას წინამდე ბრძოლას რა უნდა არარაობასაც უნდა ებრძოლო შენ უნდა იბრძოლო იმისთვის რომ როგორ შემცვალოთ ეს სიტუაცია ამ სიტუაციის შეცვლა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სწორად ხალხთან საუბარს, გულწრფელ საუბარს და ცხოვრებას შენ უნდა ცხოვრობდე იმ წესით, რომელ წესაც ელაპარაკები იქეთ. ეგაა ჩემთვის თავარი ამ ეტაპზე. დიდი მადლობა ბატონ თემურ. ბატონ მაშინ ცოტა როგორც 2 წუთით ნეტავი არ მოსულიყავი დიდით რო წავიღე. პირიქით ძალიან კარგია ბატონ თემურ თქვენ ისეთ კაი საქმეს აკეთებ და ისეთ კაი საქმეს ჩაუყარეთ სათავე როცა მეცნიერთა კონგრესი შექმნით და როცა დაიწყეს სწორედ ამ მიმართულებით უფალმა შემგვაქმნებინა ჩვენ ეს ყველას მივხვდით ყველაზე სწორია საქმე რომლებსაც ნამდვილად ეს ძალაები შეეწა და წაღან ბერძული გამომეორდა და კიდევ ვიტყვი რომ სწორედ დამოუკიდებელი მეცნიერები არიან მეცნიერთა კონგრესში. სწორედ ის ხალხი არის, რომელიც საქართველოსთვის იბრძვია და საქართველოსთვის უნდა კაი საქმე გააკეთოს. ამიტომ ჩვენი კოალიცია ყოველთვის ამ მეცნიერების გვერდზე ვდგევართ და ჩვენ მოყვებით თქვენთან ერთად სწორედ იმ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, იმ შეხედულებებს და ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ გასაკეთებას როგორც წეგადათქმა ბატონმა თემურმა თქვა რომ მეცნიერები იბრძვიან იმისთვის რომ საქართველო გამოიყვანონ კრიზისიდან. და პოლიტიკოსები იბრძვიან იმისთვის რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და სკამი მიითვისონ. ამიტომ ჩვენ კოალიცია ვიბრძვით იმისთვის რომ მეცნიერების პროგრამა წავიდეს წინ და სწორედ ის პარლამენტში და კოალიციას ჰქონდა ესეთი საკითხი რომ არც ერთი პარტიის წევრი არ იქნებოდა კოალიციის სიაში იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ის პიროვნებები რომლებსაც დაასახელებდა ხალხი და ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატები იქნებოდნენ და სწორედ ეს იყო ეს ძირითადი საკითხი, რაზეც კოალიცია მოხსნეს არჩევნებიდან. ამიტომ მოусმინოთ მეცნიერებს და მათი შეხედულებები გავიაზროთ და სწორედ წინ წავა სახელმწიფო. პოლიტიკოსებს ურჩევ, მეცნიერებს უსმინო. ვიდრე ბატონი ბახში იტყვის, მე მას ერთ რამე მინდა უთხრა. ბატონო ბახში, ნახეთ, თქვენ კი არ გეწყინოთ, მე უბრალოდ ეხლა თქვენ ჩემთვის დიდი მასწავლებელი ხართ. უბრალოდ მე ერთ რამეს გეუბნებით. აი, ნახეთ, თქვენ გამოქვეყნდა რომ 88,000 ლარი აქვს ხელფასი. ცოტა დრო არა, გავიგე, მაგრამ თავარს ვეუბნები რომ კი არ ვაძლიერებ ამას. გეუბნებით 80 გვარამიას. მოყვა რეაქცია მას. ამაზე უარესი რა უნდა ილაპარაკო გვარამიაზე უარესი ეხლა რომ 88,000 ლარი აქვს ხელფასი არავითარი რეაქცია ამიტომ არ არის დღეს კონკრეტული ჩვენ უნდა ხალხს უთხრათ გამოსავალი არის აქ და ხალხი ვინც გავყვება ჩვენ გავყვეთ იმ ხალხს და ეს იქნება კარგი ფაქტია
ჩემს დროს გიქნობ. ფაქტია, საქმე იმაშია, რომ მე უფრო ის მადარდებს, რომ ეს ხელისუფლება აი ამ ბიუჯეტის თანხებს ფაქტიურად ალბათ სადღაც 80% ხარჯავს აი ამ ხალხის მოსასყიდავად, ვინც ახლა მას ხარჯ უჭერს. არ გვინდა ეს. და ჩვენ არანაირი ის არ აქვს მექანიზმები. გვაქვს მაგის მექანიზმი და ცალკე გავაგზავნოთ ჩვენი გზა. თავარი არის მაინც დოქტრინა გავიტანოთ და როგორმე შევძლოთ აი ამ დოქტრინის და ეს ტელევიზიებს და საინფორმაციო საშუალებებს უნდა ვთხოვოთ, რომ ჩვენ მიგვატანინონ ხალხთან, საზოგადოებასთან ამ დოქტრინის იდეები და ერთობლივად მოვითხოვოთ სახელმწიფოსაგან ამ დოქტრინის მიღება. და მეორე ნაბიჯი ის 21 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს დამუშავებული, აი ის როგორმე თუ გავიტანეთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. სხვა გზა არ არის. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის მე უნდა უბრალოდ შევაფასოთ რამდენად დრო მაქვს. თუ დავსვამთ კითხვას